ავტომობილების გამბაჟება თითქმის 6-ჯერ ძვირდება. 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის შემოყვანის აკრძალვა კვაბახიძემ ერთ თვეში გადაიფიქრა, თუმცა კორექტირებული წესით მოქალაქეებს ძველი მანქანების შესაძენად ერთ კუბზე 80 თეთრის ნაცვლად 4.5 გადახდა მოუწევთ. პირობითად 2019 წლიანი ავტომობილის გამბაჟება, რომელსაც 2 ლიტრის მოცულობის ძრავი აქვს, 1600 ლარის ნაცვლად 9000 ლარი გახდება. 3 ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი მანქანების კი 13500 ლარი. ექსპერტები ამბობენ, რომ მოქალაქეებისთვის საერთო ჯამში ავტომობილების შეძენა თითქმის 4-ჯერ გაძვირდება. ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიას ამ დრომდე ებრძვიან. სოფელ კურსებში მეწყერი დილით ჩამოწვა, დაინგრა 5 საცხოვრებელი სახლი, ევაკუირებულია 38 ოჯახი. ცოტა ხნის წინ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ სოფლისკენ მიმავალ ცენტრალურ გზას ნაპრალები გაუჩნდა. მეწყრულ ზონაში მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჯგუფები და შესაბამისი სამსახურები. ოცნების წევრების დასანქცირებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს მხარი 428-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 27 იყო. დაიბომბა 70 ტერორისტული სამიზნე, იარაღის საწყობები, ცენტრალური შტაბები, ასევე ობიექტი, რომელსაც ირანის რეჟიმი ბირთვული იარაღის შესაძლებლობების გასავითარებლად იყენებდა. ინფორმაციას ისრაელის საჰაერო ძალები ავრცელებს.